მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადმოცემას, რომელსაც ქვია დიდი გადაცემა. ირაკლი ქადაგიშვილი, ჩვენი პირველი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, როგორ ბრძანდებით? მადლობთ. ყველას მინდა ქალბატონს წინასწარ მოულოცო. ქალთა საერთაშორისო დღე, ძალიან საინტერესო დღესასწაული, ჩვენი ბავშვობის დღესასწაული, როგორ მახსოვს სკოლაში, როცა ოჩი ვარდებით და იებით დატვირთული მივდიოდით, ულოცავდით კლასელებს, მასწავლებლებს, შემდეგ სახლში, ბებიებს, დედებს და ეს იყო ბედნიერი უღრუბლო საბჭოთა ბავშვობა, ჩემი საიდანაც ჩვენ ყველანი მოვდივართ და საქართველოში ძალიან კარგი ბავშვობა იყო ეს, იმიტომ რომ ჩვენ გრძნობდით, რომ ვართ შედარებით კარგ ქვეყანაში სხვებთან შედარებით. ეს იყო მზიურის ხანა. ბატონო? ანსამბლი მზიურის ხანა. ხო, ანსამბლი მზიურის ხანა, ფეხბურთის ხანა, რუსთაველის თეატრის ხანა და ბევრი საინტერესო რაღაცების ხანა. კი, მახსოვს ძალიან მაგარი ამბავი იყო. ეხლა გადავიდით ჩვენს ბეტკული აღარ არის. მე მგონი რომ მე ესეთი აზრი გამოვთქვი, მინდა თქვენი განცდა დავიმოწმო. მას შემდეგ რაც ყოველდღიური შოუ მიდის მთავარ კაბინეტში პლანეტის რაღაც ადგილობრივი ჩვენერი ქვეყნისთან შეიძლება ცოტა დიდი ქვეყნის შიდა პოლიტიკური პერიპეტიები რაღაცა მოჩლუგდა. ანუ ჩვენ იმდენად დიდ შტაბ-შტილებებს ვიღებთ ვაშინგტონიდან, იმდენად დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ყოფაზე უკვე. იმიტომ რომ აგერ ფული დაუკეტეს ამ ევროდებილებს რა. იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რაღაცნაირად თავარი ის არის და არა თუნდაც ევროპაში, თუნდაც სხვაგან მიმდინარე ამბები. თუმცა ეხლა საშინელი ამბავი მოხდა, სირია აფეთქდა მეგობრებო, ალბათ იცით ეს და არ ვიცი როგორ იქნება შეიძლება დევნილების ახალი ნაკადიც იყოს და ძალიან ცუდად არის იქ პრაქტიკულად ალავიტები გენოციდის პირას დადგნენ. თქოთ. დიახ, რა თქმა უნდა, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ შეიძლება ითქვას ტექტონიკური ცვლილებები ჩანს. და გამომდინარე აქედან ბუნებრივია, რომ სოფლიო ყურადღების ცენტრი სწორედ გადანაცვლებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც არ უნდა მიდიოდეს მოქმედება, ლონდონი იქნება, ბრუსელი იქნება, თუ პარიზი იქნება, მოსკოვი თუ კიევი, ეს ყველაფერი რო იტყვიან, უხილავი ნერვიული, ასე ვთქვათ, ძაფებით დაკავშირებული არის ვაშინგტონთან. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, რაც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ეს ომი და ეს ომი მართლაც ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა არის გამომდინარე იქიდან, როგორც კაი გაგებით არ ვობ ესეთი გეოპოლიტიკური დატვირთვით, იმიტომ რომ მიმდინარეობს ევროპაში. მაგრამ რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ომი რუსეთისა, უკრაინის წინააღმდეგ ტერიტორიების და რაღაცა გავლენების მოსაპოვებლად, ეს არის დიდი ომი და ეს ფაქტობრივად სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, როდესაც მან ესეთი შეფასება მისცა. ეს არის პროქსი ომი რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ეს არის რეალური განმარტება. ამ პროქსი ომში, რა თქმა უნდა, ჩართული იყო ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ევროპას ამერიკის მხარეს. დღეს ეს ვითარება ჩვენ ხედავთ, რომ იცვლება ამერიკა ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია და თვითონ პრეზიდენტის ტრამპი კატეგორიულად არ უჭერს ხარს ამ ომს, მიაჩნია, რომ ეს ომი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და დემოკრატიული ადმინისტრაციის მმართველობის ყველაზე მთავარი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, წარუმატებლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამიტომ მისთვის, რა თქმა უნდა, ამ ომის დამთავრება ნიშნავს აი ამ დემოკრატიული პარტიის უდიდესი სტრატეგიული შეცდომის დასასრულს და ამერიკის განვითარებისათვის ხელისშემშლელი ამ ფაქტორის მოხსნას და რაც თავარია მის მთავარ კონკურენტთან, ჩინეთთან, ასე ვთქვათ, დაპირისპირებისა თუ კონკურენტული ბრძოლის პირობებში უფრო, ასე ვთქვათ, თავისუფალი გარემო შექმნა. რუსეთი რომ არ მიეწევოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩინეთი
ამ შემთხვევაში არის ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ნამდვილად აი რო თქვენ კეფაში რომ თქვა ისმის ჩინეთისა მის ეკონომიკური ტექნოლოგიური განვითარება ინდონეზია სადღაც უსწრებს კიდევაც რაღაც გარკვეულ მომენტებში განვითარების ტემპით მაინც თუ ბოლო შედეგით არა მაგრამ როდესაც მას უკვე ემატება რუსეთი რომელიც ტექნოლოგიურად ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანაა მაგრამ არის სამხედრო ძალა არის გეოგრაფიულად ისეთი განლაგების ქვეყანა რომელსაც გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ განსაზღვრელი ტერიტორია უკავია და ამავდროულად აქვს უშრეტი ენერგეტიკული თუ სხვა წიაღისეული რესურსი უკვე ეს კონგლომერატი რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის შეიძლება რაღაც მომენტში დაუძლებელ წინააღმდეგობად იქცეს და მისი როგორც ამერიკის როგორც ჰეგემონის სახელმწიფოს როლი მეორე ხარისხოვანი გახადოს. ჩვენ თუ დავაკვირდებით მათ შორის საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების რუკას, დავინახავთ რომ ჩინეთი აბსოლუტური დომინანტი არის ამ შემთხვევაში და მხოლოდ იმ ძველი, ასე ვთქვათ, ტრადიციული ან უკვე ჩამოყალიბებული საერთაშორისო საინვესტიციო თუ სავაჭრო მიღწევებით არის ამერიკის შეერთებული ახალი მას უჭირს და ეხლა ტრამპი სწორედ ამისთვის იბრძვის რომ მას როგორც სავაჭრო პარტნიორს თანაბარი უფლებები ჰქონდეს უკან დაიბრუნოს ის წარმოებები რომელიც გავიდა ათეული წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ამან ამერიკას ინდუსტრიული ასე ვთქვათ ერთგვარი სიღარიბე შეძინა და ჯერჯერობით ამერიკის სიძლიერე მაინც დოლარში არის ტექნოლოგიურ მიღწევებში არის და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღება ჯარი და ერთგვარად ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლებების სიმბოლო, რასაც ახლა ტრამპი უკან აბრუნებს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური თავისუფლებების სიმბოლო ამერიკა, იმიტომ ამერიკა თავის დროზე სწორედ ევროპიდან ასე შეიქმნა. არა მარტო სოციალური, არამედ რელიგიური ჩაგვრას გამოქცეული ევროპელების და ბრიტანელების და ირლანდიელების, ასე ვთქვათ, შედეგად შეიქმნა თანამედროვე ამერიკა. აი ეს არის გლობალური სურათი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ევროპა რაც არ უნდა სუსტი იყოს თუ ისეთი ძალის მატარებელი არ იყოს, ევროპა, ევრაზიული კონტინენტი ყოველთვის იქნება მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო ადგილი, ამიტომ ომი რომელიც ახლა პროქსი ომი, რომელიც თვითონ ამერიკელებმა აღიარეს და რუსეთი ამას პირდაპირ ამბობდა ყოველთვის და ჩვენც ასე ვთქვათ თავიდანვე ზუსტად ამ შეფასებას ვიძლეოდით რომ ეს არის უფრო სხვა მასშტაბის ომი ვიდრე ასე ვთქვათ ლოკალური ომი და გამომდინარე აქედან ამ ომის ბედი როგორ გადაწყდება არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ აქ ხედავთ რომ გარკვეული თანხwebdriver არის ინტერესებისა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, მაგრამ მე ვიტყოდი, ეს არის მხოლოდ გარკვეული თანხwebdriver. აქ სიტუაციური ბოლომდე ვერ იტყვის ეს თანხwebdriver-ი, ასე ვთქვათ, ვექტორი რამდენხანს გასტანს, თუმცა ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი თანხwebdriver არის. რაც შეეხება ევროპას, ევროპა არ თulis ამ შემთხვევაში ტრამპი რომ ისინი ამ სიტუაციაში არიან ცალკე პოლუსი ის თulis რომ ის იყო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკის ასე ვთქვათ შლეიფი და მასთან ერთად ეს ასე ვთქვათ უნდა ჩაიკეცოს ევროპის როლი აი ამ ომში თუმცა ნუ ევროპა ცდილობს რომ თავისი ასე ვთქვათ როლი მაინც გამოკვეთოს აქ ბევრი ინტერესი არის მათ შორის ინტერესი არის ეკონომიკური, ფინანსურიც ომის შემდგომ გადალაგებაში მას რა წილი შეხვდება, ნურც ამას ნუ დავივიწყებთ და ამავდროულად აქ თვითონ ევროპის შიგნითაც დაიწყო ბრძოლა პირველობისათვის და ხედავენ რომ ამერიკა მათ ასე ვთქვათ სხვა პირობებს უყენებს, მეტი ხარჯი გაწიეთ, მეტი ავტონომიურობა გამოიჩინეთ მათ შორის ნატოს ფარგლებში, თქვენი ასე ვთქვათ შესაძლებლობების გაზრდასთან დაკავშირებით მოსახურება ფული ეუბნება მარტივად და აბსოლუტურად ყველაფერზე მაგას ეუბნება ფული აკერია პირზე იმიტომ რომ ბიზნესმენია და სხვათა შორის არა მარტო მაგითო ჩემი აზრით აი თქვენი აზრი მინდა მაგაზე გავიგო არა მხოლოდ ვოუკიზმის დიქტატურამ და ლიბერალურმა ფაშიზმმა აიძულა ტრამპი ამ ნაბიჯებზე წასულიყო ტრამპი ხო პირდაპირ თქვათ რა შედეგია რაღაც პროცესების თორე ტრამპი რო არ ყოფილიყო შეიძლება სხვა ვინმე ყოფილიყო მე უბრალოდ გონია რომ
იმ უბედურებამ, რასაც ლიბერალური ფაშიზმი და ვოუკიზმი ჰქვია, ძალიან ცუდი დღე დამართა თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპი ამბობდა და ვეთანხმები, მასკზე დაყრდნობითაც, რომ საზარელი ბიუროკრატია, სადაც ფული უბრალოდ იფანტება. აი ცნობილი ცხრილი, სადაც 300 წლის ადამიანებს სოციალური დაცვის განხრით აძლევდნენ ფულს 300 წლის, ხო, ხდებით რომ ეს ფული იფანტებოდა. მეორე ის რომ სოციალური ლიფტი ისე მოინჯრა, რომ არა ნიჭიერები ადიოდნენ ამ ლიფტზე. ანუ ფირმები, კომპანიები და სახელმწიფო ქირავდა არა ნიჭის მიხედვით, არამედ გენდერი როგორი ჰქონდა, იყო თუ არა ტრანსგენდერული კოტები, LGBT კოტები, კანის ფერის მიხედვით კოტები, ანუ პირიქით უკვე არა რასიზმი, არამედ რასიზმი პირიქით. შემდეგ ძალიან დიდი ხარჯები ამ ომზე, სავაჭრო დისბალანსი ძალიან ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, კანადასთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან, ამ ყველაფერმა და რა თქმა უნდა ბრიქსის შეტევა დოლარზე, მაგრამ ამაში ამერიკელები თავად არიან დამნაშავე, რომ დოლარი არ გახდა სანდო. შენ მე რომ დოლარში აქტივი მაქვს და მაგ აქტივს მიყინავ, იქით ჩინეთი უყურებს, იქით ინდოეთი, ძალიან ბევრი ავტორიტარული ქვეყანა უყურებს და აღარ ენდობა ამას ახლა, რა თქმა უნდა, ხო? აი ამა ეკონომიკურმა, წმინდა ეკონომიკურმა ამბებმაც გამოიწვია ტრამპი და ტრამპიზმი. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ხომ არ არის ერთი ადამიანის, ასე ვთქვათ, რო იტყვიან იდეოლოგიური და პოლიტიკური და რაღაცა პიროვნული თვისებებით გამოწვეული ისა. უბრალოდ ამ ეს ადამიანმა დაინახა ეს კომპლექსი პრობლემებისა, რომელიც ამერიკის წინაშე დადგა, ხო? ამერიკას მოდი ესე ვთქვათ, ეხლა თავისი სიძლიერე რითი უჭირავს, ხო? რეალურად გარდა ჯარისა და ჯარი და შეერაღებული ძალები ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არა გამსაზღვრელი. არა გადამწყვეტი, უჭირავს მაინც დოლარი. ეს დოლარიც რო იტყვიან უკვე სერიოზული დარტყმების ქვეშ დგება. იგივე რომ 36 ტრილიონი დოლარი არის ამერიკის სახელმწიფო ვალი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ვალუტა რო იტყვიან იბეჭდება, ანუ ჰაერი არის უკვე გარკვეულწილად და თუ მაგალითად რაღაცა გარკვეული ძლიერი ეკონომიკები, დიდი ქვეყნები საბოლოო ჯამში გადაწყვეტენ, რომ ასე ვთქვათ მეორე ხარისხოვანი გახადონ, უარი არა, მაგრამ ერთგვარი პარალელურად დოლარისა სხვა ფინანსური ურთიერთობებიც დაამყარონ, სხვა ასე ვთქვათ ნიშნულის გარშემო აწარმოონ, ფინანსური სავალუტო ნიშნულით აწარმოონ ერთმანეთთან ვაჭრობა და ურთიერთობა, უკვე ეს რო იტყვიან ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ზესახელმწიფო ძალას ანახევრებს. აქედან გამომდინარე არის სწორედ რომ ეს დიდი წუხილი, რაც ტრამპს აწუხებს, აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და მეორე, ანუ ამერიკაც მოდი ესე ვთქვათ, ამერიკას ხო ქვია პურიტანული ქვეყანა არის. ეს ქვია, მაგრამ დღეს შეიძლება ეს საერთოდ გამქრალიყო. პირიქით მომხდარიყო. ეს ვოუკიზმი, ეს პოზიტიური დისკრიმინაცია, ეს ათასნაირი გენდერული პოლიტიკა და კვოტები და მილიონი რა. ანუ ეს აი როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ერს თავისი იდენტობა არ უნდა დაეკარგოს, ხო? ანალოგიური პრობლემის, ასე თქვა, წინაშე დგას ამერიკელი ხალხი, რომელიც მრავალეროვნულია, მრავალეთნიკურია, ასე თქვა, კონფესიურია, ხო? მაგრამ მათაც, ასე თქვა, რით არიან ძლიერები, რომ შეიმუშავეს, გამოიმუშავეს ეს ერთიანი პლატფორმა, რომელი პლატფორმაც მათ, როგორც ამერიკელ ხალხს, თავისი ტრადიციებით, თავისი სოციალური ყოფითი ტრადიციებით, პოლიტიკური, კულტურული ტრადიციებით, ამიტომ ისინი ხედავენ, რომ ამას დაემუქრა საფრთხე. სოციალურად ჩვენ ხედავთ, რომ და ბოლოს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კორუფციაში გადადის. და მართლაც გამოუგნებელი ციფრებია, გამოუგნებელი ფაქტები არის, ხო? და ეს ალბათ აისბერგის წვერია, იმიტომ რომ იქ ხა თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ამას წინებზე უსმენდი 470,000 თანამშრომელი ყავს ვეტერანთა საქმის სამინისტროს და ვეტერანი არ არის. ხო, 470,000 თანამშრომელი შეამოწმეს კონტრაქტების მხოლოდ 2% და აღმოჩნდა 69 მილიარდი დოლარის პარალელური, ასე ვთქვათ, შესყიდვები. ანუ ერთ და იგივე მომსახურება, რომ რამოდენიმე ჯარე შესყიდული და ანუ თქვენ ხო წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბებზე არის საუბარი და
ეს ვალიც 36 ტრილიონი საიდან წარმოუდგენელი თანხაა, ხო? ხა სათქმელად მარტივია და ვიზუალურად რო წარმოიდგინო ეს რა მოცულობა 36,000 მილიარდი. ხო, 36,000 მილიარდი. ხო, ეს რო წარმოიდგინოთ თქვენ ახლა აი ვიზუალიზაცია რო მოახდინოთ, შეიძლება ევრაზიის კონტინენტის ტერიტორია დაიკავოს ამ თანხის მასამ, ხო, პირობითად ვამბობ, შეიძლება მეტიც. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს პრობლემები რო იტყვიან დაგროვდა და ამ პრობლემებს რაღაცა გადატრა ჭირდება. რამდენად ეფექტურად გადაჭრის? აი, ამაზე მინდა ვისაუბროთ. ეს ცალკე საკითხი არის. მოდით ეფექტურობაზე ვისაუბროთ. თქვენ გახსოვთ, რომ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა და შემდეგ არჩევნებიდან რამოდენიმე ხანში ამბობდა ტრამპი, რომ ერთ დღეში გადავწყვიტავ ამას. სქემა როგორი იყო, რომ არ მივცემ იარაღს უკრაინას თუ გააჯიურდება, ან თუ რუსეთი გააჯიურდა, მივცემ იარაღს უკრაინას. მოკლედ აი, თითქოს მის ხელში იყო. აღმოჩნდა რომ გაჯიურდა ზელენსკი, მაგრამ პირდაპირ ქუჩურ გამონათქვამს ვიხმარ მიაჩმორეს ძალიან სერიოზულად. ვერც ის ევროპელები შველიან, ანუ იზოლებულია რომ ძალიან ღრმა პაკლონები უკეთოს თავის ბოსს, მაგრამ რუსეთთან არ გამოსდის ესეთ საუბარი. მე მგონია ესე რომ ტრამპმა იცის რომ ერთი არის შიდა ბრძოლა, რომელიც მას ამერიკაში აქვს ჯერ კიდევ გასამართი და თავისი პოლიტიკის გამარჯვებისათვის საბოლოოდ საკმაოდ ბევრი ძალისხმევა ექნება გასაწევი, მაგრამ მას ჭირდება ამ გლობალურ მასშტაბში რაღაცა დალაგება სიტუაციის. ამიტომ მე როგორც ვფიქრობ, ის ალბათ ცდილობს რომ სიტუაცია დაალაგოს ჩინეთთანაც და რუსეთთანაც. იმიტომ რომ მას ეს ორი ასე ვთქვათ სახელმწიფო მიაჩნია მაინც ყველაზე ძლიერ სხვადასხვა კატეგორიით არიან. როგორც გითხარით ის ეკონომიკა და ტექნოლოგიები და ვაჭრობა და რუსეთი უფრო როგორც ყოველთვის ბრუტალური, როგორც მათმა იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ თქვა, რუსეთი ეს არ არის ეკონომიკური ან სავაჭრო იმპერია, რუსეთი ეს არის სამხედრო ასე ვთქვათ იმპერია. ამიტომ ამ კუთხით რუსეთი რჩება ის, რაც არის მისი ძირითადი მაჩვენებელი, მაინც ეს არის. აქედან გამომდინარე ტრამპი ცდილობს რომ აი ამ ორ ქვეყანასთან რაღაცა დონის ურთიერთობა დაალაგოს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ ერთგვარად უფრო სტაბილური გარემო შექმნას. რითაც მას შესაძლებლობა მიეცემა, რომ თავისი მთავარი ამოცანა ამერიკა უპირველეს ყოვლისა ძალიან ცნობილი უნდა. შვიდა ცხოვრება ფული. ხო, ანუ მე რის მინდა იცი, აი ამაზე ვაზუსტებ, რომ თუ არ აღიარა, ჩემი აზრით, თუ არ აღიარა მოსკოვის სასიცოცხლო ინტერესები მის შემოგარენში და თუ კვეთრად და მკაფიოდ კიდევ ერთხელ არ თქვა რომ ამერიკული და ნატოს ტექნიკა და ჯარი იქ არ განთავსდება. ოდი სხვადასხვანაირად დავსვათ საკითხი. მე ესე საკითხის დასმის მომხრე არა ვარ. აბა როგორ? მე ვფიქრობ ესე, რომ უნდა მოხდეს ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი წესის შემოღება, რომელიც იქნება სამართლიანი, შედარებით ყველას ინტერესების გათვალისწინებით. აი საინტერესო ლაპარაკია, აბა რა უნდა იყოს? და არა ისე რომ აი რაღაცა ტერიტორია იყოს რუსეთის ინტერესები. და აი რაღაცა ტერიტორია. აბა მაგის გარეშე როგორ იქნება? მაშინ მაგის გარეშე იქნება ესე. როგორ? აი მაგის გარეშე. მაგამდე მივალთ, აი მიკამათოთ. გეტყვით როგორც იქნება. კი ბატონო, ძალიან. მაგის გარეშე იქნება ესე რომ მაგალითად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა გულისხმობს იმას, რომ პირობითად რუსეთისთვის საფრთხე არის ნატო, ხო? კი. ან რუსეთისთვის საფრთხე ხა ნატოს რაკეტები, ხო? ხო, რაკეტებია, ხო? თავად იქ 1000 ჯარისკაცი ესტონეთში და ის არა. ანუ მიფრენის დრო, რაკეტის მიფრენის დრო. ანუ ეს თემა უნდა მოიხსნას ავტომატურად. რა თქმა უნდა. ეს მოიხსნება. ანუ იქ მთელი რიგი საკითხები იქნება, რომელიც იყო თქვათ ესეთი ხელშეკრულება, რომელიც ჯერ კიდევ 86 წელს დაიდო მე მგონი, მე უკვე კლინტონის და ელცინის დროს მოხდა ამის საბოლოოდ რეალიზაცია, ანუ საფლანგო შეიარაღების გაყვანა რის საფუძველზეც გავიდა საქართველოსდან რუსეთის სამხედრო ნაწილები აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან. აი ესეთი ტიპის ისა იყო საშუალო სიშორის რაკეტების რომელიც ამერიკა გამოვიდა პირველი. ამიტომ ეს სისტემები უნდა აღდგეს და მე მიმაჩნია რომ
სამხრეთ კავკასია ამ შემთხვევაში უნდა იყოს არა დაპირისპირების ასე თქვა ადგილი, არამედ უნდა იყოს ეკონომიკური შესაძლებლობების და კონკურენციის ადგილი. აი უსაფრთხოების ახალი სისტემა მე წარმომიდგენია ამ გაგებით. სამხედრო ნეიტრალიტეტს ხო არნიშნავს ეს გარკვეულწილად. იცით რა არის რომ ანუ ეს მოდი ესე ვთქვა რაღაცნაირად ჩვენ გვინდა რომ მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის ტერმინებით იმას ვთქვათ, ოპერირებთ, რაც ასე ვთქვათ, სხვადასხვა სტერეოტიპებთან არის დაკავშირებული. ამიტომ სტერეოტიპების მერე სპეკულაცია რო არ დაიწყოს, ამიტომ ვისაუბროთ უფრო იმ ენით, რასაც ქვია ახალი არქიტექტურა. მე ვფიქრობ, რომ ამ ახალი არქიტექტურის მომხრე იქნება თვითონ ევროპაც. და ეხლა რასაც აქსელირებს ევროპა არის მისი მცდელობა რომ რამენაირად ამ ახალი არქიტექტურის შემუშავებაში თვითონაც იყოს ჩართული. ოღონდ რიგი ქვეყნები პროვოკაციულად იქცევიან. ნუ გასაგებია ეხლა ის ქვეყნები ვინც პროვოკაციულად იქცევა გასაგებია. ხო, აი საფრანგეთს რომელსაც უნდა რომ სადღაც ჯარი გააგზავნოს და უბრალოდ არ გამოდის. ასად ჯარს არ გააგზავნოს საფრანგეთს. მე რამდენჯერ თქვა უკვე. ხო, ბარაკ სხვაგან არის საქმე. აქ ლაპარაკია იმაზე რომ ევროპაში ვინ გახდება ასე თქვა ხო უფრო ყოჩი სახელმწიფო ხო მაკრონს აქვს ესეთი ასე თქვა პრეტენზია ილუზია თუ პრეტენზია მეორე არის რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკოსი საბოლოო ჯამში ფიქრობს თავის შიდა ქვეყანაში მისი როგორც პოლიტიკოსის როლზე მდგომარეობაზე რა მემკვიდრეობა დარჩება მისი პარტია მის შემდეგ რა მდგომარეობაში იქნება დღეს მაკრონს საფრანგეთში აქვს ძალიან სუსტი პოზიციები თვითონ შიგნით იმიტომ მთავრობა მისი კონტროლის ქვეშ საბოლოო ჯამში არ არის იმიტომ ეს არის მის პარტიასა და ორ სხვა პარტიას შორის მიღწეული კი პირადი რეიტინგი დაბალია მისი ძალაუფლება საფრანგეთის შიგნით ხო არ არის მოკლედ ის რაც საფრანგეთის პრეზიდენტს როგორც ასე ვთქვათ ნაპოლეონების თანამომავლებს ეკუთვნის გავიდა ის დრო ამიტომ გამომდინარე აქედან სადღაც ამ მის რიტორიკაში ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ის საკუთარ საფრანგეთში რაც ხდება იმასაც ასე ვთქვათ იმაშობა ის ეს განცხადებები რა თქმა უნდა ფრანგებს რაღაცნაირად გულზე მოეფოფინებათ მაგრამ ფრანგების 3/4 კატეგორიული წინააღმდეგია რომ რამე ხარჯი გაეზარდოთ აბა ეგ როგორ არის ხო აი ესე არის არის 5%-ზე არის კლიანი შიდა პროდუქტის 5%-ზე არის ემოცია და არის რეალობა. ამიტომ ამ შემთხვევაში მაკრონი თამაშობს ემოციაზე, მაგრამ რეალობები იქნება უფრო მისასთან მიახლოებული. მართველი ძალის წარმომადგენელი ხართ, ეს ძალიან უხამსი ანეკდოტია, რომელსაც მე არ ვიტყვი. რომ ყველას დაუსტვინეთ ხოლმე ცუდი სიტყვებისადაც. არა, ცუდი სიტყვები ბევრი ერთი სიტყვა იქ. სასამართლოს გაუპატიურების საქმეს რო იხილავენ და შორიდან მეგონა რომ გაუპატიურება იყო და ახლოს რომ მივედი დაახლოებით ეგეთი მგონია ეს ახალი ტერმინებით ისა რა ქვია. კი ბატონო. ახალი ტერმინებით დასახული ასე ვთქვათ უსაფრთხოების გარანტიები ახლოს რომ მივოთ ისევ კარგი ძველი მე-19 საუკუნეს აღმოაჩენთ. რატომ ვამბობ? ვამბობ ამიტომ. საქართველოში ძალიან კარგად თქვით რომ ჩვენი ამბავი არის ის რომ ჩვენთან საფრთხე არ ექნებოდეს არავის. ჩვენ არ შეიძლება გენერირებდეს რუსეთისთვის საფრთხეს. ჩვენ ვერ გვექნება მშვიდობა ჩვენ სანამ ესეთი მეზობელი ყავს და სანამ ჩვენ გვექნება იმის ილუზია რომ აქედან რაღაც რაკეტები ან რაღაცები მიუშვიროთ და ეს ძალიან მაგრად ავიცილეთ და ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მაგრად აჩვენა რომ ასეთი ეგზისტენციური საფრთხის აცილება შეუძლია. ამიტომ მე მგონი რომ რა თქმა უნდა ეს რაღაც გვემძანებთ ახალი არქიტექტურა უნდა იყოს და ყველა უნდა შეეცადოს რომ იყოს მშვიდად. მაგალითად რაკეტების ამბავს რატო ჩავაცილდი? კუბაში ხომ გახსოვთ რატომ დაიწყო ის სკანდალი და რატომ დაიწყო ამის მესამე მსოფლიო ომი, რომ დაუყენეს ფლორიდიდან ამ 60 კილომეტრში დაუყენეს რაკეტები, საშუალო შორის რაკეტები და ამის ომი დაიწყო. ასევე არ შეიძლება რომ რუსეთის ახლოს ამას ძალიან მწვავედ ირეაგირებს და ტრამპმა ეს იცის. ტრამპმა თქვა ეს. რა თქმა უნდა. და ევროპას ან არ ესმის, ან ცოტა პროვოკაციულად იქცევა. მაგალითად ეხლა ინგლისის წარმომადგენლები გდებათ საფრანგეთის. ეხლა როგორ უწევენ მაგალითად რა ხდება რუმინეთში, ხო? ეს ხო ყველაფერი ხედავთ ევროკავშირი როგორ ექცევა რუმინეთს. როგორ ექცევა უნგრეთს ეუნებიან რომ ხმა უნდა წაგართვათო. აი ხა ეს ევროკავშირი ესეთ სახით არ გვაწყობს ჩვენ. უნდა შეიცვალოს იქაც სიტუაცია რა. იცით რა არის რომ როდესაც
ხა მესამე მსოფლიო არ არის, ომი არ არის თავის მასშტაბით, მაგრამ თავის ინფორმაციული და პოლიტიკური დატვირთვით არის ერთგვარად რა, დიდი მსოფლიო ომის და მაგვარი ის რაც ახლა უკრაინაში ხდება. ამიტომ ამ ომის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვლება. არ იქნება ისეთივე, როგორიც ეს იყო აქამდე. ეს არის ყველა დიდი ომის დასრულების გარდაუვალი პროექტიან. ერთ-ერთი ბოლო კითხვა საქართველოზე გადმოვინაცვლოთ. საქართველოში ჩვენ ვხედავთ მეხუთე კოლონის და მათ მიერ სიბრიყვით თუ სხვა ფულით დაქირავებული აგენტების ქმედებების შესუსტებას. ეს ალბათ USAID-ის დახურვამ და ამერიკიდან ფულის ნაკადების შემცირებამ გამოიწვია. რა პროგნოზ გააკეთებთ? ანუ რა შეიძლება მოხდეს? პოლიტიკური ძალები სრულად მარგინალიზებულია, სრულად. ანუ ესენი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ადგილობრივში, ალბათ არა, ხო? აიცით როგორი რაღაცა არის, რომ ანუ ამ შემთხვევაში პროცესი დამოკიდებულია თავიდან ბოლომდე გარედან რას მოიმოქმედებენ. ანუ შიგნით რესურსი რომ რამე გააუარესო გარედან არის. ეხლა რა არის გარედან რესურსი, ხო? ის რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დეკლარირებული პოლიტიკა, რომ იტყვიან თავისი იდეოლოგიური თუ რაღაც კონკრეტული შეფასებებით, თანხმედრაში არის ქართული ოცნების ხელისუფლების იდეოლოგიასთან თუ პოლიტიკურ მოვლენათა შეფასებასთან. აქ რევოლუციაში ფულს არ გადაიხადა. ეგ ერთი. რაც შეეხება ევროპას, ხო? ევროპას ბერკეტები, რო იტყვიან პირდაპირ ზემოქმედების არ გააჩნია. იმიტომ რომ ჩვენ ეკონომიკურად არ აგვართ იმდენად დამოკიდებული ევროპაზე, ხო? არის რაღაც გარკვეული სესხები, რომელსაც ჩვენ ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან ვიღებთ, მაგრამ ეს არის სესხი, ჩვეულებრივი სესხი არის, რომელიც შეგიძლია სხვა ინსტიტუტებიდანაც მიიღო, მაგრამ საინვესტიციო პოლიტიკა ევროპას საქართველოში რეალურად არასდროს არ განუხორციელებია, თუ არ ჩავთვლით თითოეულა გამონაკლის რა, წვრილ გამონაკლის არ მომხდარა. ერთადერთი რაც ასე თქვათ, აი ფართო საზოგადოებისთვის ვიზუალურად, პრაქტიკულად საგრძნობი იყო ის, რომ საელჩოსთან არ უნდა მდგარიყავი ვიზის ასაღებად. ეს რო იტყვიან ის მინიმალური სტანდარტი დაგვიკმაყოფილეს ამდენი ომისა და ბრძოლის შემდეგ. ხო, ვაჭრობაც ამერიკას საერთოდ ამერიკასთან ვაჭრობას საერთოდ. ხო, იმიტომ ძალიან შორია და სხვა ინტერესები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, რაიმე ისეთი პირდაპირი ბერკეტი არ არის, არის აი ის, რაც თქვათ ახლა ამ ბალტიისპირა ქვეყნების ხელით ხდება აი ეს რა ქვია პოლიტიკური ჩხვლეტები, გარკვეული არასასიამოვნო, საერთოდ შეურაცხყოფელი თვითონ ამ ქვეყნების ქვეყნისათვისაც, მათთვისაც ისტორია ხო, ხალხია, რაღაცა ხვალდაზე ისევ მოგვიწევს ურთიერთობა და აი ესეთი რაღაცები, ნუ რო იტყვიან ესეთი არა, მეწვრილმანეობაა მეტი არაფერი. რაც შეეხება აქ შიგნით მოკლედ უცხოეთის იმედზე მყოფ ამ ჩვენ ოპოზიციას ძალიან მძიმე ვითარებაში ჩაიგდეს თავი. ანუ მათ ორი ცდილობიდან რომ კონსტიტუციისა და არჩევნების გარეთ დაეყენებინათ თავი 2020-ში ბოლომდე არ გამოუვიდათ და ეხლა მოახერხეს და ბოლომდე დაიყენეს თავი კონსტიტუციური სივრცისა და არჩევნების დარჩნენ ქუჩაში. ეხლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები, უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. მთელი მსოფლიო, ევროპა მაგალითად პოლიტიკური ძალების წონას მომავალი ხელისუფლებაში მოსვლის კუთხით ზომავს ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებით. და საერთოდ პოლიტიკური და მორალური რო იტყვიან ნიადაგი გამოიცალეს თავის ფეხქვეშ რომ ამ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ხო. იძულებული არიან რომ თქვან რომ არ ვიღებთ. ან ბრუტალურად უნდა დაავალოს ესტონეთის ბაზიდან მიიღოს დავალება. ესტონეთის, ანუ სადაც დაეცა კურატორი ესტონეთის. ხო, ესტონეთის მოკლედ ოფისიდან უნდა მიიღოს დავალება, რომ აუცილებლად უნდა მიიღოთ და გადააბიჯებენ თავის თავს და მიიღებენ. აი ეს მეორე ვარიანტია. ნუ რასაც მიიღებენ, ვერაფერს ვერ მიიღებენ, ხო? აქედან გამომდინარე, ნუ აი ეს მდგომარეობაა. როგორც ნათქვამია, წმინდა ადგილი ცარიელი დიდხანს არ დარჩება, გამოჩნდება სხვა პოლიტიკური ძალები, ანახალი, რომელიც მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. უგეს მადლობა ნახევარსაათი, რატომ გავარდა ჩვენ ბატონი ირაკლი ქადაგაშვილი ყავდა სტუმრად, ჩვენ შემდეგი სტუმრები არიან ბატონი ნუგზა რუხაძე და ბატონი კორტეჟგენი. ძალიან საინტერესო საუბარი გველის წინ. რეკლამა
ორი ჩვენი მეგობარი რომელსაც ამერიკა ძალიან კარგად იცის ისე როგორც მე გამოფენა დიდუბეში იმიტომ იქ ვარ გაზრდილი თქვენ არ ახართ იქ გაზრდილი ცოტა გიკლიათ და ვილაპარაკოთ მაგრამ ერთი კაი ვიდეო მინდა გავუშვა მეგობრებო ეს არის ტრიუდოს ვიდეო დღეს აი პუტინზე როგორ ნერვიულს გავშვით შეიძლება I've made sure that every single day in this office I put Canadians first that I have people's backs and that's why I'm here to tell you all that we got you. Even in the very last days of this government, we will not let Canadians down today and long into the future. Because in the past few weeks, we've been working with our provincial and territorial partners to make sure that families can rely on this system, not just for years to come, but will allow this system. რატო თამას რატო ტირია რატო ტირის ეს ხალხი რატო სად არის ეს ბიჭები სად არიან ეს მაგარი ქორები ის ნატო რა მიუნხენის კონფერენციის ლიდერი ატირდა ეს გოგონა ტირის ჯასტინა იყო ჯასტინ ტრიუდო კი ბატონო გუბერნატორი კანადის I know. რა მოვიდა გუბერნატორი რა მოვიდა რატო დაეჯახა ტრამპი ყველას ჯასტინა რო პატარა იყო თბილისში რო იყო ჩამოსული და მე რო პატრონობდი იცი არა მოკევი რა მამამისი იყო ჩაპრეხო იყო პრემიერ-მინისტრი კანადის და სამი ბიჭი ყავდა ჩამოყვანილი თბილისში აქ იყო ჩამოსული რომელი წელია სადა ლაგუნა ვერაზე ვატარებდი რომელი წელია ეს იყო 35 წლის წინ რატო დიახნით წინ ძალიან საბჭოთა დროს ხო მეტი აღარ მახსოვს წელი ხო და ეს იყვნენ წყალში მხტომელები სამივე პატარა საშუალო და დიდი და აბა ლაგუნა და ხტებოდნენ ყველაზე მაღალი იმიდან სახტომიდან ყველაზე მაღალი პლატფორმიდან იცნობდი ეს ესე იგი ნუ ბავშვი იყო ჩამოსული ვატარებდი ჩემი ხელით იქით აქეთ აი ამ ბავშვს ხო ჩვენ სურათებიც მაქვს დარწმუნებული ვარ მეგობრებო აგერ ჯდომი კაიკაცის და ჩემი უფროსი ძმის ბიოგრაფიას სად მუშაობდა როგორ მუშაობდა რატო ატარებდა პრემიერ-მინისტრის შვილებს ვინ დაავალა და რატო დაავალა ამას მე ვაფშე არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი მაგრამ მოვიდა დრო დაწერო მემუარები შო დამთავრდა იწყება დრო ის პატმისკა რომ მიეცი გაუხმაურებლობას ის ქვეყანა დასრულდა მორჩა სამთა კავშირი აღარ არის მაგრამ დრო არ არის იყო ისეთი აი რომ გამიშვებენ პოსტებიდან ვერ დავიწყებ წერას ანუ кайხანია ვერ დაიწყე იყო ისეთი პერიოდი რომ მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში ვმუშაობდი ინფორმაციის ინსტიტუტში საბჭოთა კავშირში რომ ჩამოდიოდნენ უცხოელები პროფესორები, სტუმრები ისინი გვავალებდნენ ხოლმე რომ მიხედეთ ამ ხალხს. და საინტერესოა, მეგობრებო, გავაგრძელოთ საუბარი, რა მოხდა? მოდი ახლა სერიოზულად ვილაპარაკოთ. რატო ბულდოზერმა, აი ამ ტრამპმა ბულდოზერმა, რატო გადაკელა, რატო ატირებს ამ ხალხს, რატო აგიჟებს, რატო აი თელი ყურადღების ცენტრში რატო მოექცა ეს ყველაფერი? რა აქვს ეს თვისება, აი რა არის ეს? რესპუბლიკები გამიგია, ქორები გამიგია, მაგრამ ხოდი ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ ისა გოდე მე გთავაზობ რომ შენ იყავი ექსპერტი და მე ვიქნები ობივატელი ხალხის ხმა ვიქნები კი ბატონო ფოქს პოპ იყავი მაგრამ მე მინდა ერთი კითხვა დაგისვა თავიდანვე სად დაინახა რომ დაუნ უნდათ ეს კანადა ტრამპს რატო უნდა რატო თulis ამ ხელა პრემიერ-მინისტრი კაცი რომ ტრამპი რო გასაკუთრებული მოვლენაა და ძალიან უცნაური სამყაროსთვის რადგან ფაქტი ხო მიწისძვრა გინდა მოხდარიყო და გინდა ეს გამხდარიყო პრეზიდენტი მეორეჯერ ერთა იგივეა განსაკუთრებით ეს მათთვის ვისაც ქვია ამერიკელი დემოკრატია და სამყაროში ლიბერალი ეს შესაძახარ მე მგონია რომ 12 წელი რესპუბლიკელები იქნებიან როგორც მინდა და რატომ რა იყო ადრე ეს ამერიკა და რა დაანგრია რატომ იცი ნებისმიერი სიახლე ნებისმიერი ზღვრა ნებისმიერი გადაკეთება რადიკალური სამყაროში იწვევს რაღაც ტკივილებს ტრამპმა ნამდვილად მოიტანა რაღაც ტკივილები. რატომ? იმიტომ რომ მას აქვს პრეტენზია, რომ სამყაროში რაღაც გარდაქმნას. ამ დროს ისი ვერ შეედავები. კაცი იძახის რომ მშვიდობა მინდაო. კაცი იძახის რომ არ მინდა რომ ადამიანები დაიხოცონ. ადამიანი იძახის რომ ამერიკა მინდა უკეთესად ცხოვრობდეს. ბოლოს და ბოლოს რას ამბობს მისთან აუცნაური და რას თავარია? როგორი კაცია, ესე მამა რო ოჯახს მოულის, რომ ფული მოიტანოს სახში და დაასესხა და უკან რო დააბრუნებინებს. აი ესეთი მიდგომა აქვს ამას, ესე იგი საქმიანი მიდგომა თავისი ქვეყნის მიმართ, ესე იგი მოგესალმება თალმასოფლიო მისის რომ ამერიკას როგორც სახელმწიფოს აქვს, ესე იგი უდიდესი ვალი, ხო, რომელიც ატომის ტრილიონით განიცადება. 36 ტრილიონი. ეს შეიძლება თავისი პრეზიდენტობის ჟამს
მან ვერ მოახერხოს ეს ვალი რომ ამოძირკოს და შეამციროს არც ვიცი, მაგრამ ფაქტი ისაა რომ კაცს უნდა სახში პურის ფულის მოტანა. აი ეს არის, ესე იგი to bring the bacon home. ესე იგი თქვა ზუსტად ეგ თქვა. ამის მოტანა უნდა. ამაში ახლა რა თქმა უნდა ხელს იცი ბევრი ვერ შეუშლის ამაში ხელს რატომ ბოლოს ამერიკის პრეზიდენტია მაგრამ საინტერესო აქ რა მომენტია ისი აი როგორ მართავს ეს კაცი ამ თავის ქვეყანა როგორ აპირებს მართობს ეს თავის ქვეყანა ეკონომიკური ბერკეტებით ეს არ არის ისი იდეოლოგიას ცრებლებით გადაყოლილი პრეზიდენტი მას აქვს ბერკეტები ხელში, რომელიც ძირითადად არის ეკონომიკური და რომლითაც ის სამყაროს თან ებრძვის და თან აწესრიგებს სამყაროს. მაშინ ღმერთი რატო სჭირდება და რელიგიური ფაქტორი რატო დასჭირდა ასე ძაფრად. ჩვენ ხედავთ ახალდანიშნული ჩინოვნიკები ჯვრით ზოგი შულზე ჯვარი აქ იმაკ გოგოს პატარა გოგოს რამას ძალიან პრესპიკერის თეთრსახლის ჯვრით დადის ხო? რატო უნდა ეს რელიგიურობის იმიტომ რომ როგორც სოციალური ცემენტი ამერიკა ისეთი ქვეყანა, ისეთი მრავალფეროვანი ჭრელი ძალიან ბევრი კონფესიებია რელიგია. კი ბატონო. მე გვინდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პროგრესული და განვითარებადი ქვეყანაა და ტექნოლოგიურად და მეცნიერებით და იმით, მაინც ძალიან ბევრი არის განსაკუთრებით ბატონმა ნუგზარმა ეს ჩემზე უკეთესად იცის, შუა შტატებში განსაკუთრებით ტრადიციული ხალხი. რომელთათვისაც ეს რელიგია ყოველ კვირას ძალიან ტაძარს. კი ბატონო, ძალიან ჭამის წინ ლოცულობენ, ისე იწყებენ სადილს და ეს ხალხი და ეს ყველაფერი ტრამპმა იცის და თუ ფერებს დააკვირდებით იმ შტატების მაგის მხარდამჭერების, სადაც მან უმეტესობა მიიღო არჩევნების დროს, ხო? უფრო დემოკრატიული შტატები არის, ასე ვთქვათ, სანაპიროები. და შუა ამერიკა, ტრადიციული ამერიკა, მათ შორის ჩრდილოეთის, ესენი ტრამპის ამერიკა, სხვა შორის დღეს ვნახე უკვე გამოქვეყნდა ფერები მომავალი 2026 წელს შუალედური არჩევნებში როგორ უყურებენ სად ექნება მხარდაჭერა. მანდაც ეგ ჩანს ზუსტად. რომ ტრადიციული ამერიკა უჭერს მხარს შუალედური არჩევნების დროსაც, რომლის დროსაც სხვათა შორის მთელი კონგრესი უნდა აირჩიონ. ძალიან ცოტას ლაპარაკობენ ახლა ამ არჩევნებზე, მაგრამ ძალიან მალე იქნება ეს 2026 წელი აგერ არის. მთელი კონგრესი უნდა აირჩიონ 426 კაცი და 33 სენატორი 100-დან. და გარდა მაგისა 39 გუბერნატორები და შტატის ანუ ტრამპმა ივასკაცო თავის ხალხი უკვე დაწყებული აქვს პრაქტიკულად ტრამპს აი ამითი რასაც აკეთებს და აი როგორც ბატონი ნუგზარი ამბობს რომ ობივატელის ვიდან გამოვალო მე აი ზუსტად იმ ობივატელებზეა გათვლილი აი ობივატელი კი ბატონო ტრამპის ამომრჩეველი უცნაური სისტემაა მაგრამ აქ უბრალოობრივად მოიგო ტრამპმა უარი თქვა ლიბერალებზე, სანაპიროს ტიპებზე და რაც შეიძლება მეტად უნდა მიწოლა თავისი ქორ, ანუ აი ბირთვი ვინც არის ამომრჩეველი, ჯიგრეული ამომრჩევლისთვის, ანუ რას ამბობს ობივატელი, ანუ კიდე უნდა ვიღაცების მომხრობა, აი როგორ აი სოციალური სტრადები როგორ არის იქ, ანუ რაზი აქვს ახლა გათვლა, რასაც უყურებთ. ტრამპის განწყობის გამოთვლა ძნელიც არის და ადვილიც, განწყობის მის მიმართ გაგება ასევე ძნელიც არის და რთული. კი ბატონო. საქმეშია ტრამპმა როგორ მოიგო არჩევნები, რომ ძალიან ბევრი მიიმხრო. კი. როგორ მიიმხრო? ფოტოშოპის მერყევის შტატებში. რა არის, ადამიანებს ელაპარაკება ადამიანურ ენაზე. ძალიან ბევრს მოსწონს, ვიცი, მისი ხალხური ენა, ახლა ბუშიც კი იყო ასეთი ხალხურად ლაპარაკობდა, მაგრამ ამას სულ სხვა ტონი აქვს, იცი? ეს კაცი ბიზნესმენია, შოუმენია და თან პრეზიდენტია. ყველაფერი არის გამოკვეთილი ამ კაცში, გაიგე და იმდენად მძლავრი ფიგურაა, რომ ანდამატებით იზიდავს, იცი ადამიანებს ქარიზმა და რაც თავარია. იცი, აი შუალედურ ამერიკაში, ტრადიციულ ამერიკაში, დონალდ ტრამპმა გააჩინა უკეთესი ცხოვრების იმედი. მაშინ როდესაც გადაწურული იყო თვითონ ყველაფერი ამერიკა ვალში იხჩობა, ამერიკას ამდენი ხალხი არის, ამერიკაში ესხდება, ამან უცებ, ამერიკა გამოანათა, იცი, როგორც იმედმა და შეიძლება
შეიძლება კი ასეც არის, კაც თავია განწერული, რადგან ლაპარაკი. ისი გადადო ყველაფერი, ახლა ტრამპ შეძლოს არ არხეინა ცხოვრება, ყველა ვიცით, ხო? მაგრამ გადადებული აქვს თავი, იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, არ იქნება გადაჭარბებული თავისი კეთილი კვალი გაავლოს უპირველეს ყოვლისა ამერიკის ცხოვრებას და მერე სამყაროს ცხოვრებას და რატომ მან კარგად იცის რომ ამერიკა რაც არ უნდა izolაციაში მოაქციოს ტრამპმა მაინც შეუძლებელი იქნება ორგანული კავშირის გარეშე დანარჩენ სამყაროსთან. ამიტომ ადამიანები ესე იგი უყურებენ რა მას და უყურებენ როგორ მოქმედებს, ყველაფერს რომ თავი დაანება, მარტო იმას რომ თხოვლობს მშვიდობას და ადამიანების ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას, ეს უკვე სიმპათიურია, ეს უკვე მომხიბლავია. იმიტომ რომ მშვიდობა ნამდვილად ჯობია ომს, ესე იგი სიმაძღრე ნამდვილად ჯობია შიმშილ და ასე შემდეგ. რადგანაც ეს ასეთი პოზიტიურია, ამიტომ ემხრობა ხალხი, მაგრამ მეორე მხრივ აქვს ძალიან დიდი წინააღმდეგობა. რატომ? იმიტომ რომ იდეოლოგიურად შეეჯახა სამყაროს ძალიან დიდ ნაწილს. ლიბერალურს დავუშვათ, ხო? ევროპაში ის ევროპა როგორც ცხოვრობდა აქამდე ტრამპის განცხადებები და მისი სტილით და მისი მოქმედებებით ისე ალბათ ვეღარ იცხოვრებს. როგორც ჩანს ევროპას მოუწევს რაღაცების გადაკეთება და ამიტომ ევროპაში არა დიდი მასშტაბით არის ძალიან დიდი ტკივილები. ძალიან არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ტკივილებია, სოციალური ტკივილებია. კი, ფუსტხოვენ პირდაპირ 5% მთლიანში და პროდუქტიდან. რა თქმა უნდა, აი მაგ გერმანია როგორ დახარჯოს ეს ფული რა. ეგ პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ აი ეს 800 მილიარდი მაგალითად რომელიც გუშინ ქალბატონმა ფონ დერ ლაინმა გამოაცხადა, საიდან არ არის ეს 800 მილიარდი, ექსპერტების გათვლებით არის ეს. მე ეკონომისტი არა ვარ და ისე ღრმად რუსეთს ავართმევთ იძახება რომ ვერ წარწმევთ. საქმე იმაშია რომ ყველა ის პრობლემა რომელიც დგას ახლა ევროპის წინაშე დაწყებული, მემარჯვენეები და რადიკალები როგორც ეგენი ამბობენ, იწყებენ იმიგრაციიდან. მაგრამ სოციალური საკითხებიც რო დავაყენოთ პირველ ადგილზე, ენერგეტიკა რო დავაყენოთ პირველ ადგილზე და გადასახადები და სხვა ისეთი რომელიც თვითონ გერმანელ ობივატელს და არა ამერიკელს ტკივა იმის დასაფარად ფული და ამავე დროს 800 მილიარდის გამოყოფა იმისთვის რომ შეერაღება და უსაფრთხოებაზე უზრუნველყოფა გააკეთო ევროპის სხვათა შორის იმაზე რომ არაფერი ვთქვათ ატომური ომის სურვილზე იმაში პრაქტიკულად ესე დაცვაზე ატომური ქოლგით დაცვაზე ვისგან იცავს ხო არა ამდენი არ არის წყალქვეშა რაველზია ძველმოდური ანუ მოძველებული კობინები. არა, ვისგან რა არის ტრამპა კიდევ ერთი რაღაც მოიტანა, ეს მოიტანა ძალიან დიდი დაბნეულობა, დასვა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომელზეც პასუხებია გასაცემი. ეხლა მაგალითად, როცა ამბობენ რომ აი მე მინდა მშვიდობა და მე დაველაპარაკები რუსეთს, დაველაპარაკები უკრაინას, ეს ასე მარტივი კი არ იქნება. შედეგი შეიძლება იყოს 1000-ნაირი. ჩვენ ვერ ვიქნებით ვერასოდეს დარწმუნებული. აი მაგალითად, აი დღეს მაგალითად პარასკევია, ხო? დღეს დაიმუქრა რომ სანქციებს ესე იგი გავაძლიერებენ. და რა რუსეთში აქვს სანქციები? კი. ეხლა მე სიმართლე გითხრათ, იცი, მე მთლიანად ვარ დამოკიდებული ჩემს აზრებზე, იმაზე, რასაც ვკითხულობ. თანაც ჩემი სპეციალობა ასეთი, აი მაგალითად, ეს ტრამპის მისი საქციელის მოდელის გარჩევა სხვა ქვეყნების მიმართ იქნება ხვალ იმაში ჩემს საერთაშორისო პანორამაში. კი ბატონო, ძალიან კარგი და ვილაპარაკოთ ამაზე. მოდი ორი ტრამპია, არის თუ არა, მოდი ესე ვთქვათ. არის თუ არა ორი ტრამპი. თუ ტრამპი იგივეა შიგნით და გარეთ, ანუ რა ფორმულებს და რა მიდგომებსაც ის იყენებს ამერიკელებისთვის, იგივეს იყენებს თუ არა უცხოელებს. არა, სხვადასხვა არ არის, მაგრამ აი ეს უპირატესობა ტრამპის ეს პირდაპირ ლაპარაკთან ერთად არის ის, რომ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც მერეც პირველ რიგში ამერიკელებს ეუბნება, რომ მე პირველ რიგში ქვეყანაზე ვფიქრობ, ამერიკაზე ვფიქრობ და მინდა ამერიკა შევცვალო და მინდა ამერიკაში გავაუმჯობესო რაღაცები. და მხოლოდ ამის შემდეგ აქ ისმის ცოტა ეს იზოლაციონისტური ნოდები, რომელიც ყოველთვის იყო ამერიკაში. იმიტომ რომ მშვიდობა თუ გინდა და უცხოეთში თუ არ გინდა ომები და
ჩარევა ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები არ წავლენ უცხოეთში. თავის ოჯახებს არ დატოვებენ. დარჩებიან ამერიკაში და მიხედავენ თავის ოჯახებს. იზოლაციონიზმი ამაზე იყო ყოველთვის დამყარებული პირველი მსოფლიო ომის დროსაც და მეორე მსოფლიო ომის დროსაც. ვაშინგტონიდან მოყოლებული დიდ ოკეანეს რატო ახსენებს? აი ორჯერ სამჯერ თქვა მონროს დოქტრინის სუნი ქცევს და რატო აკეთებს? არა, სუნი როგორ ქცევს მონროს დოქტრინის სუნი კი არ ქცევს პირდაპირ. თან არა. თან უნდა გარიგება იმიტომ რომ ცდილობს რომ მაგალითად პუტინი მონროს დოქტრინას შეუხამოს თანამედროვე გასადენი გერმანიას როკვებავს გაზით ნახევარი წაიღეო ესეთი არის ინფორმაცია. ანუ პუტინიც ხო მიხვდა ვისაც აქვს საქმე და აი ერთი მხრივ მაგას იტყვის მეორე მხრივ იმას იტყვის ბატონო მუგზარმა რაც ბრძანა რომ აი ახლა დაუწესებ ვაპირებ რომ იმას აქვნა გავა უფრო სანქციები გაუმკაცრო თან ამას ამბობს თან იმას ამბობს და ეს იმის მაჩვენებელია რომ თამაშობს ამერიკის მოსახლეობაზე თამაშობს კაი გაგებით ვამბობ იმათ აჩვენებს პირველ რიგში თავის პოლიტიკას და ეგეთი პრეზიდენტები ძალიან იშვიათად იყვნენ ამერიკაში. თუმცა კონკრეტული ხელშესახები უნდა დადოს. იცი გულწრფელ, იცი რაღაცა გეგონება გულწრფელად გელაპარაკება. გეგონა ტელევიზიით უსმენ და გეგონება შენ გელაპარაკება. გონია, იცი ახლა ეს ესეთი ოსტატობა აქვს მას რა თქმა უნდა. ტელევარსკვლავია რა თქმა უნდა. მაგრამ აი კიდე რა გამოიწვია ტრამპმა დაკვირვებული თუ ხართ, აი მე მას ვაკვირდები და ძალიან მიკვირს და ამაზე ვაკეთებ ორიენტაციას. აი არ არის სოფლიო მასშტაბით არც ერთი პოლიტიკური კომენტატორი და ანალიტიკოსი, რომელიც თავდაჯერებით იტყვის, რომ ეს ასე მოხდება, ეს ასე იქნება. ყველა ეჩვია, ყველა ფთხილობს და ყველა რაღაც ძალიან თავშეკავებულად ლაპარაკობს. აი ეს ლომები, ის კონსერვატორი ლომები, რეალ პოლიტიკოსები, რომელიც ამერიკაში აი ჩვენი ცნობილი ეს ჯეფრი საქსი იქნება და ეს მერშაიმერი, ჯონ მერშაიმერი იქნება თუ ეს იქნება მაგრეგორი, დაგლას მაგრეგორი თუ სხვები ისი ძალიან ბევრი, მაგრამ ემყავს ერთი 10-15 ასეთი, რომელსაც უსმენ და რა თქმა უნდა პარალელურად არ ვაკლებ ლიბერალების მოსმენასაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შევადარო ერთად. ჩაგდრები არიან ცოტა მეგონი. ეს ხალხი თითქოს დარწმუნებული არიან თავის ანალიტიკაში, ამ დროს იმეორებენ ერთ და იგივეს. ნახოთ, ხო, ერთ და იგივეს იმეორებენ. რაშიაც ესე იგი მყარად არიან. და ძალიან ფრთხილად თუ იტყვიან იმას რა მოხდება. რატომ? იმიტომ რომ კაცი არის როგორც იტყვიან მეგრულად unpredictable. ესე იგი ვერ გამოიცნობ, ვერ გაიგებ რა შეიძლება გააკეთოს. შოუ შეიძლება დამთავრდეს. ანუ რატო ჩქარობს? მაშინ ეგრე ვთქვა, რატო ჩქარობს? ისეთ ტემპი შემოგთავაზა, სოფლიოს ესეთ ტემპი არ არის. იმიტომ რომ უნდა პირველი 100 დღის განმავლობაში ტრადიციულად პირველი 100 დღე ითვლება ხოლმე. ხო. ახალი პრეზიდენტის რა შეუძლია ახალ პრეზიდენტს იმის მაჩვენებლად უნდა რომ პირველი 100 დღის განმავლობაში მაქსიმუმად მოასწროს ის, რასაც დაპირდა წინასაარჩევნო პერიოდში. აი ამას აკეთებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი 100 დღე რო გავა, ოდნავ ეს ტემპი დაეცემა. ვიდრე ეხლა. მშვიდობა ხო უნდა მოასწროს? არა, უნდა მოასწროს. ვერ მიახსნი, ეს პრობლემაა მისთვის, ხო? რა თქმა უნდა. უნდა მოასწროს პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტა. კი. ეს არის თავარი, რომ ხალხი არ იხოცებოდეს, რაც გამოცხადებული აქვს ოფიციალურად. და მე ამას მოყვება უკვე სხვადასხვა დონეზე ჯგუფების მოლაპარაკებები. აი მაგალითად ტარიფებთან დაკავშირებით ჩვენ ხედავთ რომ შემოიღო მერე გააუქმა ესეც მნიშვნელოვანია მისთვის. არ გაუქმებია შეაჩერა. შეაჩერა უკაცრავად, მაპატია. არ გაუქმებია, არც გაუქმებია. ზოგიერთი ტარიფი შეაჩერა და ამას მაშინვე მოყვა რეაქცია იმ ქვეყნებში, მექსიკაში, კანადაში, სადაც შეაჩერა ეს ტარიფები, ხო? დღეს რომ ეკითხებიან, აი რა გინდა, როგორ გინდა რომ განვითარდეს აი ტრამპის პრეზიდენტობა, რა ქნას. რა მომდის ხოლმე ისი თავში რომ ეგ სამყაროს ვიჟო, აი შეეპარა რაღაც ლპობასავით, რაღაც სუნი დადგა ისეთ სამყაროში ლპობის და მათ შორის ამერიკაშიც, გაიგე და ეს კაცი მოვიდა თავისი რადიკალიზმით, გაიგე, თავისი უცნაური, მაგრამ ძალიან მყარად დაფუძნებული იდეებით, ყველაფერს უკეთებს, ესე იგი, ყველაფერს ამტკიცებს, რასაც ამბობს. და მე რო ვიყო ამერიკელების და უფრო მეტი სამყაროს რომ ვაცლიდი რა ამ კაცს რა. ვაცლიდი გააკეთა.
აქვს ეს კადლაში მე მგონი. მისი მტრები არიან ჩუმად. მე მგონი არა მხოლოდ ტრამპს აცლიან, არამედ შემდეგი ორი ჩემი აზრით რესპუბლიკელები იქნება. აი ეს შუალედური არჩევნები სხვა შორის. ამას აჩვენებს კიდევ უფრო კაპიტოლიუმში გამოსვლის დროს იყო საუბარი რაღაცა და ობსტრუქცია მოუწყოს, ასე შემდეგ, ხო იყო ეს? ვერაფერი. არა, ნუ რა ობსტრუქცია. ერთი გაგიჟდა ეს. ახლა ასე მესამე ეხასერი გაგიჟდა. იმპიჩმენტზე დაიწყეს ლაპარაკი კიდე ხელახლა. არა მგონია რომ რამდენი? არ გადამრიო რა. არა, მაგის შანსი არ არის, მაგრამ აი ეს შედეგები საშინაო შედეგები აი იმიგრაციასთან ბრძოლის, ტარიფებთან დაკავშირებით და ეკონომიკურად რამაჩვენებლები იქნება ინფლაციის თვალსაზრისით და ვალის შემცირების თვალსაზრისით შიგნით. ეს შიგნით. და გარეთ რა შედეგს მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტის და აღარ უნდა ევროპის უსაფრთხოებაში ფულის გადახდა აი ყველაზე ცხადი ეგ არის აღარ უნდა მილიარდების გაშვება რა არც გადაიხდით ასე უნდა სწორად ეუბნება რომ მე მილიარდებს ვიხდით თქვენ ამ მილიარდებს არ იხდით და ჯანდაცვის და სოციალურყოფის სისტემაში უშვებთ მე გიჟი ხო არა ვარო რა ჩემ ხარჯზე გაქვთ ეგ კარგი პირობები ხალხისთვისო და არ უნდა ამის გაკეთება მიზესთა გამო ეს იგი სოფლიო ძალიან დიდი ნაწილია გაბრაზებული რუსეთზე და გაბუტული არ უნდა და არ უნდა თანამშრომლობა. მაგრამ ეს როგორ აყენებს საკითხს. აი როგორ რა შემთხვევაში უფრო ადვილი და დოვლათიანი იქნება ცხოვრება რუსეთს რო ვეთანამშრომლო, ჩინეთს რო ვეთანამშრომლო თუ არა. ჩინეთ კორეასაც კი. ხო, გამოყოფილი ვიყო ვემტრო თუ არ მინდა მეგობრო, მაგრამ ვეთანამშრომლო თუ არა. ირანზეც იგივეს ირანს. თანამშრომლობა ჯობიაო ეს კაცი იძახის. გაიგე თორე. ეხლა ტრამპი რო რუსეთს არ გადაყვება და არ შეუყვარდება რა გინდა ლაპარაკი. არა, სხვათა შორის აი ბატონ ნუგზარს ეცოდინება რეიგანმა ერთხელ უთხრა თავის მრჩევლებს და ეს გუნდს რომ მეო იცოდეთო სუდ ინფორმაციასო მე არ ვიტყვია თუ რამე იქნება სათქმელი ნეგატიური თქვენ იტყვით მე ვიტყვი მარტო კარგი ინფორმაციას ხო სწორია ესეც მიყვება მაგზას ის რისი მოსმენაც ამერიკელებს უნდათ პოზიტიურად დაახკმა აი იმას ეუბნება იმ ამერიკელებს და აქედან არჩევნების შედეგები და აქედან შემდეგი მხარდაჭერა. მისი ტრიუმფალური სვლა იქნება, კი ბატონო. აი ეს არის უბრალოდ ტექნოლოგია მისი პოლიტიკური. ტრამპმა ბევრი დაალურჯა, რა თქმა უნდა, დარდისგან, მაგრამ ამ დროს მაინც ისეთი ფიგურა, ერთი გიგანტია, რა თქმა უნდა. მარტო თავისი მეორეჯერ მოსვლა. აბა ეს რა კამპანია ჩაატარა. მართლა მეორე მოსვლა გაიმეორა, რა წარმოუდგენლად. რაღაც სასწაული გააკეთა, მაგრამ რას გეტყვი, იცი? ილოცოს ბაიდენზე. მადლობა უთხრას ბაიდენს რომ მოვიდა. რატო? ისე გადარია, ისე გააგიჟა. ესე იგი ბაიდენი ისე აწვებოდა, ისეთ რაღაცებს უკეთებდა და მისი ადმინისტრაცია რომ ეს კაცი გაგიჟდა კენაღად და გადაწყვიტა რა, მოვალ და მოვიდა. და სწორად აწვებოდა ბაიდენი. იმიტომ ხედავდა არა მარტო საკუთარ საფრთხეს. აბა რატო ბაიდენმა ესეთი ამ ისტორიაში არ მაწყობს. ჯერ ხო შვილი შეიწყალა. სკანდალი იყო. და მე ყველა შეიწყალა, მთელი ოჯახი. ხო. თან მას უფლება აქვს ჯერ არსებულ საქმეებზე შეიწყალოს. რატო გააკეთა ეს ეშინია, ხო, ბუნებრივია. რომ დაჭირდეს ტრამპ შეიძლება. რა არის პირველ წრესთან შედარ, პირველ პრეზიდენტობასთან შედარებით არის ძალიან ძლიერი რა. მიხვდა რა ხელა გამოცდილება მიიღო. მიხვდა რა პრობლემა. ეგ სხვადასხვა პოლიტიკოსის ერთ-ერთი გამორჩეული, კარგი ძლიერი პოლიტიკოსის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, რომ საკუთარ შეცდომებზე, სხვის შეცდომებზე და შენ გავლილ გზაზეც ისწავლო. ეხლა საქართველოს მეგობრებო. საქართველოსზე რა შეიძლება ტრამპს ველაპარაკოთ, როგორ შეხედავს საქართველოს თუ შეიძლება აი ძალიან საინტერესო რაღაცა, კარგად გადავედით. ჩვენ იცი, ახლა ყველა ვიცი, ჩვენ რას ვართ ხო, რასაც წარმოადგენთ, ერთი პატარა ცუნცულა ქვეყანა, საყვარელი, ლამაზი, ხო? რომელსაც აქვს თავისი პრეტენზიები ძალიან სამართლიანი რომ კარგად იცხოვროს, ხო? ჩვენ როგორღაც იცი, უნდა ვიპოვოთ ის გზები, როგორ ურთიერთობაში შევიდეთ დანარჩენ სამყაროსთან, რომ ამ დანარჩენ სამყაროს გამოვადინოთ ეს წვენი კაი ცხოვრების რაღაცნაირად. და აქედან ჩვენ ამერიკას როგორც ფიგურას გაიგე ვერ ამოვაგდებთ. იგი ამერიკა ვერაფრის დიდებით, ესე იგი როგორ ძალიანაც რომ მოვინდომოთ. იგი ჩვენ უნდა როგორღაც მოვზომოთ
ეს პარამეტრები და გავძურეთ. ხო, ისეთ ურთიერთობაში შევიდეთ, როგორც ამერიკას ყველასთან ისე დანარჩენ სამყაროსთან, რომ როგორღაც ესე იგი ჩვენი როგორღაც ჩვენი გავიდა. ჩვენ რა გვინდა ბოლოს და ბოლოს გამაგებია. რა გვინდა? ჩვენ გვინდა გადავარჩინოთ, ჩვენ გვინდა არა, უბრალოდ არა, უბრალოდ მაზარი ვიყოთ. არა, დაგვანებოთ თავი მეგულისყვა ბოროტება და ჩვენი საყვარელი კულტურა გადავარჩინოთ, ბიჭო, ჩვენი ენა გადავარჩინოთ. მომიტეხეთ ჭადი, მოგიტეხავ ყველსა და რაღაც პატარა ჩვენთვის რაღაცა ვიგულოთ. მაგრამ ჩვენნაირ ქვეყანას ბიჭებო, ნაღდად შეუძლია კარგად ცხოვრება. თუ გაზომავს, აი თუ გამოიცნობს, აი თუ გამოიყვანს ესე იგი მე რა მახსენდება, ცუდი მაგალითია ძალიან. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ. ლიბანი როგორ ცხოვრობდა, სანამ ომი დაიწყებოდა იქ. შვეიცარია იყო. ლიბანი, მე ლიბანში ვარ ნაყოფ. უფასო იყო ბევრი რაღაც. ნაშთი ძველი დიდებისა, ლიბანი, ლიბია არა, ლიბანი. ლიბანი? ლიბიას როგორ ლიბანი, მე ბეირუთში ვარ ნაყოფ. კი. და ნაშთი ძველი დიდებისა ხალხო. კი ბატონო. ეს იყო როგორი კულტურული ფრანგული ქვეყანა. დადიხარ გიზდებით, ეხლაც კი. ესე დროს, როდესაც გარემოცვა როგორია თან? კი. როდესაც ხდება ესეთი გლობალური ცვლილებები და როდესაც იცვლება პრაქტიკულად ცდა არის მსოფლიო წესრიგის ცვლილების ჩვენი ადგილმდებარეობა, სადაც ვართ გეოგრაფიულად. აი მაშინ გაძლევს საშუალებას იმისა, რომ გამოიყენო ეს შენი ადგილმდებარეობა ამ ცვლილებების პერიოდში და ის რაც ბატონო მართალია რა უნდა ვქნათ იცი? აი ეს უნდა გააკეთო. ესე იგი დიდი იქნება თუ პატარა ქალი იქნება თუ კაცო, ოპოზიცია იქნება თუ მართველი ძალა, ვინც არ უნდა იყოს, იცი? არ არის ალბათ გამართლებული ტრამპის ახლა ხელაღებით გინება. ეგ არავის გინება არ არის. დემოკრატიაში ვცხოვრობ და თავმოყარ სამყაროში და თქვი რაც გინდა, მაგრამ ეს დემოკრატიას რო საეჭვო გახდა, ბიჭო, და არ არის ცუდი, რაღაცა ეჭვების შეტანა. ეგ არ იყო დემოკრატია, რუმინეთში რაც ხდება დემოკრატია. გასაგები არჩევნები ყველგან არის, მაგრამ რეალურად სამყაროს ხალხი მართავს თუ მატერიალური სიმძლავრეები? აბა მითხარით, რომელი? მატერიალური სიმძლავრეები ოღონდ კაი ხალხის ხელში. აი და როგორც ყოველთვის მიპოვე გამოსავალი. დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო იყო. თუ რამე ახალი გაიგეთ ამ ძალიან საინტერესო საუბრიდან, ვიქნები ბედნიერი. დიდი მადლობა. მომავალ პარასკევს. მადლობა.